პრეზიდენტი თავს დაჩაგრულად არ გრძნობს, ასე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის კვირის პალიტრასთვის მიცემულ ინტერვიუს. ყოფილმა პრემიერმა გამოცემას ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ღარიბაშვილისა და პრეზიდენტის ურთიერთობებზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას გაეროს ასამბლეაზე გასამგზავრებელი დელეგაციის თემასაც შეეხო. სტატიაში ასევე აქცენტი სასჯელ აღსრულების უწყებაში გაცემულ მაღალ პრემიებზეც გააკეთდა. ნატა ქაჯაია განაგრძობს თემას, სტუდიიდან დაიწყებს ამ თემაზე საუბარს. ნატა გისმენთ. სოფო დავიწყოთ გაეროს ასამბლეით. ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ კითხვა ვინ უნდა წავიდეს ამერიკაში არც უნდა დაისვას, რადგან საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და იქ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გაემგზავროს. ივანიშვილი აცხადებს, რომ კლიმატის გაუმჯობესების სამიტი, რომელზეც გიორგი მარგველაშვილია მიწვეული, დაბალი დონის შეხვედრაა. საქმეები ქონდა, მაგრამ არავის არ უფიქრე იქ, რომ ჩემთვის ნახეთ სია ვინჩავა. გაეროს ხდომას ვინ დაესწრება. საპარლამენტო რესპუბლიკებიდან როგორც წესი პრემიერები იქნებიან წარმოდგენილი. კითხვა არ არსებობს. ისევ მიდის თანაბარი შედარება, კინკლაობას ისევ თანაბრად. რომ აშავებს უფრო მეტად და ფონი ისეთია, რომ აშავებს უფრო მეტად პრემიერი და ჩააგრავენ პრეზიდენტს. ამ დროს ორჯერ 2-4-ია. რა თქმა უნდა იქცევა მერკელი. რა თქმა უნდა იქცევა ნეტანიაჰუ. რა თქმა უნდა იქცევა ინგლისის პრემიერი. და ესე შემდგომ საპარლამენტო შეიძლება 1-2 იყოს გამონაკლისი, სადღაც პრემიერმა რაღაც ვერ მოიცალა შეიძლება და გადასცეს პრეზიდენტს. ესეთია კონსტიტუცია საპარლამენტო რესპუბლიკის. ეხლა ის რომ მოწვევა მიიღო ამ რაღაც კლიმატის გაუმჯობესებაზე და შარშან ფანჯიგიძე იყო და ფანჯიგიძესაც წასვლა არ დომებია. მოადგილეს უშვებდა ზალკანიანი უნდა წასულიყო, აი სადაც ამ მოწვევას იძახის, ესეთი მოწვევა მოდის. ეს დაბალი დონის შეხვედრაა. წავიდა ფანჯიგიძე იმიტომ რომ კიდე სხვა საქმეები ქონდა. მაგრამ არავის არ უფიქრე იქ რომ ჩემთვის ეთქვა ამ პრეზიდენტის წასულიყო. განალამაზი იქნება ორი ცალსაკე დელეგაციის წასვლა პატარა ქვეყნიდან, ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში. მაგრამ ეს კაცი ამას არ დაგიდებს არაფრად და ისევ კონკურენციას აგრძელებს. მას გონია რომ ეს არის ჯანსაღი კონკურენცია. კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ფცლად ისაუბრა პრეზიდენტის შესახებ და ის რამდენჯერმე გააკრიტიკა. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ პრეზიდენტი მთავრობას კონკურენტად განიხილავს. ინტერვიუს დროს ივანიშვილმა გაიხსენა გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაც და აღიარა, რომ პრეზიდენტი თავიდანვე იყო მომხრე ყოფილიყო კონკურენცია პრეზიდენტისა და პრემიერის ინსტიტუტებს შორის. ყოფილი პრემიერი ფიქრობს, რომ კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში შედის. ინაუგურაციის მეორე დღესვე თუ მესამე დღეს როდესაც ჩვენ დავიწყეთ და დალაგება და მე ვთქვა გაუგებრობაში აღმოჩნდი ერთ-ერთი ჩვენი პოლემიკის საგანი გახლდათ ის რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა პოზიცია რომ ის კონკურენციაში უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან და ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ და არაერთჯერ პოლემიკის რომ ეს ჩემთვის იყო გაუგებარი მე მას ვეუბნებოდი რომ ეს პოზიცია არ არის სწორი თქვენ და მოხვიდეთ ერთ გუნდად და მოხვიდეთ ერთ გუნდად მთელი გუნდი ქართული ოცნების სახით გეხმარებოდა მთელი არჩევნების პროცესში ხალხს გიჭერდა ჯერ არაკორექტულია და მე რისთვის და რადგინდათ კონკურენცია რომ ეს დააზარალებს და თქვენ კონკურენტი ხავსთ უმუშევრობა თქვენ კონკურენტი ხავსთ უამრავი პრობლემები ტერიტორიული მთლიანობა, საგარეო პოლიტიკა და ესე შემდგომ. უამრავი პრობლემა გაქვთ, ეს არის თქვენი კონკურენტი, ხელი-ხელს შაკიდეთ და თქვენ ერთად უნდა იმუშაოთ და არ უნდა იყოს ამ კონკურენცია, რატომ გინდა კონკურენცია, რომელიც მან ვერეს მე დამისაბუთა. მე ჩემსაზე დავში, მაგრამ მას აზრი არ შეუცვლია რომ უნდა იყოს კონკურენცია, რა შუაში მთავრობა. რა შუაში მთავრობა ან იმაში რომ ეს პრეზიდენტის სასახლეში შევიდა და არც ერთი გუნდიცებს არ კითხა და იწოდა განწყობა ყველასგან უარყოფითი ამაზე და თვითონაც ჰქონდა ესეთი უარყოფითი განწყობა. ვეტოს დადება ძლივს გადაიფიქრა კანონპროექტზე რომელიც საკითხული არ ჰქონდა და პროკურატურას გრიფი მთელი თვე არ მოუხსნა სამი შეხვედრის პროკურატურასთან შეხვედრის შემდგომაც კი. სანამ არ გასაჯაროდა და იმყისიერად გააკეთა რეაქცია. რა შუაში აქვს მთავრობა? ყველა ქმედებაში განამარტივი დასანახი არ არის რომ ეს კონკურენცია რაც მან განაცხადა, კონკურენტს ებრძვის სიტყვა არ მინდა ვეხმარო. კონკურენტთან აქვს საქმე და უნდა ხელი შეუშალოს. ეს ხელი შეშლა საბოლოო ჯამში. ქვეყანას ეშლება ხელი. ინტერვიუდან გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ყველაზე დიდ გადაცდომად მაღალი პრემიების გამოწერას მიიჩნევს, თუმცა ყოფილი პრემიერი ფიქრობს, რომ მთავრობა ეფექტურად მუშაობს, განსაკუთრებით ირაკლი ღარიბაშვილი. ყველაზე დიდ გადაცდომად მე ვთვლი ძალიან მაღალი პრემიების გამოწერას და ის რაც მოხდა, ჩემთვის იყო ძალიან დიდი სტრესული იყო და ძალიან არ მომეწონა. ყველაზე სერიოზულ გადაცემად მე მგონი საზოგადოებაშიც ეს დარჩა და მეც ამას ვთვლი. ოდნავ უკეთ შეიძლებოდა
იმუშავნა მთავრობას, რამე თუ ის წარმოადგენა არ გვექნას რომ არ შეგვექნას თვითონ მე იდეალურად ვახასიათებდი რა თქმა უნდა გარკვეულ სამინისტროებზე და სხვადასხვა სამინისტროებზე შეიძლება უფრო კონკრეტიკაზე გადავიდეთ და კონკრეტული შენიშვნები და მინიშნებებიც გავაკეთოთ მაგრამ მე არ ვიცი რამდენად ამის სურვილი გვექნება ან თქვენ ან მე ახლა რომ თითოეულ სამინისტრო დავახასიათოთ და თითოეულ მინისტრს გავაკეთოთ რეაგირება მე პირადად არ მივიშნებდი ამას საჭირო ზოგადად მე თუ რომ მთავრობა ეფექტურია და განსაკუთრებით ეფექტურია პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის ინტერვიუს უკვე გაეცნო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით პრეზიდენტი თავს დაჩაგრულად არ გრძნობს. პრეზიდენტი გაეცნო განცხადებას, კომენტარი არ იქნება, მით უმეტეს რომ იგი არის ნაწილი სტატიიდან როგორც ნახეთ, პრეზიდენტმა თქვა რომ კომენტარი არ იქნება და ერთადერთი რაც მე მითხრა რომ ნამდვილად აღგზავნა თავს არ ჩაგრულად. ამ თემაზე შეფასება დღეს თეატ ლუკიანმაც გააკეთა იუსტიციის მინისტრის თქმით მთავრობასა და პრეზიდენტს შორის თანამშრომლობა გართულებულია მინისტრმა დღეს ასევე დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტს გაეროში ამზადებს საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილი გაეროში პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებაში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი მონაწილეობდა. მე როგორც მეუბნებიან ეს მართლაც ასეა. თანამშრომლობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არის გართულებული. მე ვიცი ერთადერთი რომ მე პირადად არასდროს ჩემი მინისტრად ყოფნისას თუ სხვა პოზიციაზე ყოფნისას როგორც წევრი ქართული ოცნების კოალიციის არ გავაკეთებ იმას, რაც დააზიანებს ქვეყნის ინტერესს და არასდროს არ გავაკეთებ იმას, რაც შეიძლება ხელს უწყობდეს და ახარებდეს ნაციონალურ მოძრაობას. ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე შეფასებები გააკეთეს დღეს უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატებმა. მთავრობა რას გააკეთებს, ღარიბაშვილი რას იფიქრებს, როგორ მოიქცევა, ეს სინამდვილეში არის ბიძინას სურვილები, მისი ჩანაფიქრები და მთავრობა არის გამხმოვანებელი ბიძინას. ეხლა უცებ ნერვებმა უმტყუნა და თვითონ გაახმოვანა თავისი თავი. პარლამენტის სირცხვილია, დაამტკიცა მთავრობა და ნდობა გამოუცხადა მთავრობას, რომელიც ერთი კერძო პირის, მილიარდერის სურვილების შემსრულებელია და მეტი არაფერი და ქვეყანა კიდე ისეთ ვითარებაშია, რომ მეტაფორულად რო ვთქვათ, აი ქურდაძის ბიძინა. მე არ ვიცი ვის როგორ აღიხომ საკუთარ თავს და საკუთარ თავზე როგორი წარმოდგენები გააჩნია, მაგრამ არ ამგონია რომ სწორი იყოს დამოკიდებულება, როდესაც სახელმწიფო არჩეული პირი, რომელიც არის ხელისუფლებაში მოსული იმ გუნდის ძალისხმევით, რომელიც დღეს არის მთავრობაში, ეწინააღმდეგებოდეს და კონკურენციას უწევდეს მთავრობას. ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ვრცელ ვერსიას გაზეთი კვირის პალიტრა 15 სექტემბერს გამოაქვეყნებს. ეს იყო ნატა ქაჯაია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ საუბრობდა პირდაპირ ეთერში.